მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის ხვალ დაახლოებით 3-4 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა მარში. 7 საათზე კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. პარტიებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან გაიარეს სხვა დეტალებიც, მაგალითად როგორ მოქმედებენ ივანიშვილის პარტიის პროვოკაციების შემთხვევაში. ქართული ოსნების არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს. კაფეოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად. ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ნათქვამია წინააღმდეგობის პლატფორმის განცხადებაში. ლიზი ვეკუა მუშაობს თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ლიზი, გისმენთ. გიორგი, საქართველოს კვლავ დავეცავთ. ეს არის რეალურად ხვალინდელი დღის მთავარი სათქმელი. მოქალაქეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს კვლავ შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. ისინი სხვადასხვა ლოკაციებიდან დაახლოებით 3 საათისთვის დაიძრებიან. თავდაპირველად ეს ლოკაციები იქნება სხვადასხვა, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობა, ასევე რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და სხვა. და ამ ლოკაციებიდან მოქალაქეები, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე სტუდენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც, ასევე ოპოზიციონერი ლიდერებიც საბოლოოდ მოიკრიან თავს რუსთაველის გამზირზე, სადაც აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს და ასევე რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება მოწყობილი როგორც სტენდები, ასევე ვორქშოპები ჩატარდება, გამოფენებიც, მაგალითად სტუდენტები აანონსებენ, რომ ისინი ხვალ გამართავენ გამოფენას, სადაც ისაუბრებენ 26 მაისის შესახებ და ასევე იმ გამოწვევების შესახებაც, რომლების წინაშეც ისინი ახლაც დგანან. ხვალინდელი დღე, როგორც უკვე გითხარით, მრავალფეროვანი იქნება, თუმცა საბოლოოდ 7 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღის ბოლოს აქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს და როგორც თქვენ ახსენეთ, ის ასევე ამბობს, რომ პროვოკაციებში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან პროვოკატორები მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. ამ შესაბამისად მრავალფეროვანი იქნება ხვალინდელი დღე და მოქალაქეები 3 საათიდან დაიწყებენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას. 26 მაისი არის დღე, როდესაც ჩვენ კი ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ ყოველ წელს თავიდან იბადება საქართველოს და ყოველ წელს სახლიდან ჩაზღვრავთ, როგორი გინდა იყოს ის მომავალში. თავისუფლების მოედანი იქნებით მუზეუმის კაფეს პირდაპირ და ჩვენ გვექნება საინტერესო ღონისძიებები, ახალ წევრებს შემოვიმატებთ, ასევე ადამიანებს შეეძლებათ, რომ ხელი მოაწერონ დამოუკიდებლობის დეკლარაციას. დამოუკიდებლობას დღეს დაცვა ისევ სჭირდება. ამიტომ ქართველი ხალხი რუსთაველის გამზირს დაიკავებს და ჩვენ რუსთაველის გამზირს დავიკავებთ ძალიან ბევრი შინაარსით. იქნება უამრავი გამოფენა, დისკუსიები, საუბრები, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ უახლოეს წარსულზე, რომლის წარსულსაც არა მხოლოდ რუსეთის ცდილობს, არამედ დღევანდელი მთავრობა ცდილობს, რომ გადააკეთოს ჩვენი უახლესი ისტორია და გვექნება ძალიან საინტერესო კუთხე პირველ გიმნაზიასთან ბავშვებისათვის. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ, რომ მოიყვანონ 3 საათიდან ბავშვები. აქ იქნება ძალიან ბევრი ღონისძიება მთლიან რუსთაველის გამზირზე. ჩვენი ჯგუფი პირადად აპირებს ცისფერ გალერეასთან 5 საათზე, რომ არჩევნების გაყალბებას კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, თუ რა ფორმით და რა მეთოდებით იქნება გაყალბებული. გვექნება პატარა პრეზენტაცია, დისკუსია. თუმცა ამ თემის გარდა თქვენ იცით, რომ მთლიან რუსთაველზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი, საინფორმაციო და საპროტესტო ელემენტებით გაჯერებული ღონისძიებები იქნება. გადავწყვიტეთ, გავაცოცხლოთ ჩვენი ისტორია და გავმართოთ პირველი რესპუბლიკის აღლუმი. ეს იქნება განმეორება იმ გზის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს ერთ-ერთი მარშის დროს თავის ყველა კომპონენტით დატვირთული სიმბოლოებით. აქ იქნება უამრავი დროშა, გერბი, სიმბოლო და ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ისე ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების, ჩვენი ევროპელი წინაპრების გზას. პროტესტის პირველი დღეებიდან ვაპროტესტებთ სიტუაციას ქვეყანაში. 26 მაისიც არის, ზოგადად 26 მაისი არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. ამიტომაც რაღაცა უკვე ეს 180 დღეა ესე ვჩვევია, რომ ყველა მნიშვნელოვან დღეს ვხვდებით ხოლმე ერთად და 26 მაისს ასეთ მნიშვნელოვან დღეს გადავწყვეტეთ, რომ ყველა ერთად მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც უხარია ეს დღე, შევხვდეთ ერთად რუსთაველზე და აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე.
მე როგორც დასრულების წევრი გვექნება აქ დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელსაც შეუძლია ყველა მსურველს მოაწეროს ხელი კიდევ ერთხელ, რათა იყოს ეს დასტური იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავხვდებით იმაზე, რომ უნდა იყოს დამოუკიდებლები და თავისუფლები, რომლის წინააღმდეგაც მიდის დღევანდელი რეჟიმი. ხვალინდელ ღონისძიებას სავარაუდოდ ასევე შემოუერთდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და როგორც უკვე გითხარით, ხვალ უკვე შუადღის 3 საათიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბებიან, საბოლოოდ მოიპრიან თავს რუსთაველის გამზირზე, სადაც გაიმართება სხვადასხვა ვორქშოპი, ასევე გამოფენა და მოქალაქეები აღნიშნავენ ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ისინი ქართული ოცნების პირობებში დგანან. საბოლოოდ კი 7 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღშეკრებულ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართავს. მადლობა, ეს ლიზი ვეკუა იყო ფორმულა.